მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყოფებით Hagrid Stage-ზე. მე კი პროფესორი Hagrid ვარ. დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა გამოიყენოთ, როგორ უნდა დამუხტოთ, განმუხტოთ, შეინახოთ და ასე შემდეგ FPV დრონის ბატარეები. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყოფებით Hagrid Stage-ზე. მე კი პროფესორი Hagrid ვარ, რომელიც დღეს აგიხსნით თუ როგორ უნდა დამუხტოთ, განმუხტოთ, როგორ უნდა შეერთოთ, გამოერთოთ და ასე შემდეგ ბატარეები, ელემენტები, ბატარეები. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყოფებით Hagrid Stage-ზე. მე კი პროფესორი Hagrid ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავმუხტოთ, განმუხტოთ, შევაერთოთ, გამოვაერთოთ, შევინახოთ FPV დრონის ელემენტები, ბატარეები, როგორც გიჩვენიათ. დღევანდელი ვიდეო არის სრული გზამკვლევი, შეიძლება დაგვართა თქმა უნდა ზედმეტი რაღაც მაქინაციების გარეშე, იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ, როგორ უნდა დავმუხტოთ, როგორ უნდა განმუხტოთ, როგორ უნდა მოვიპყროთ ზოგადად FPV დრონის ელემენტებს. ალბათ თავიდან კითხვა გაგიჩნდებათ, როგორ შეიძლება ამას რაღაც დიდი ცოდნა დაჭირდეს, მაგრამ არა, ვიდეოს ხანგრძლივობის მიხედვით უკვე ხედავთ თუ რამდენად კომპლექსური საკითხი არის. და ჩვენ რეალურად აქ შევეხებით მხოლოდ ზედაპირს. აისბერგის კენწეროს, არა თუ წყლის ზემოთ ყოფს, არამედ მხოლოდ მის კენწეროს, იმისათვის რომ უსაფრთხოება უზრუნველყოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ FPV დრონის ელემენტის დამუხტვა, განმუხტვა და შენახვა ეს არის პროცედურა, რომელიც მოითხოვს ზედმიწევნით თანმიმდევრობას. არ შეიძლება უბრალოდ დამუხტო ბატარეა და დაივიწყო და დააგდო. ამას თავისი მიზეზები აქვს, რადგან აუცილებლად დღეს ვისაუბრებთ. უპირველეს ყოვლისა მოგიწოდეთ ყველას, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ვიდეო, დაწეროთ კომენტარებში რაიმე. ეს YouTube საჩვენებს, რომ ჩემი ვიდეოები გაინტერესებთ, მნიშვნელოვანი არის, გავრცელებაში ამოიტანს და მოკლედ მეტი ადამიანი ნახავს, მეტი ვიდეო დაიდება. ამიტომ არ დაგეზაროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი არხის განვითარებისთვის. არასწორი ბატარეის გამოყენება შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ თქვენ დაკარგოთ დრონი. დაკარგოთ დრონი როგორც ფრენის დროს, ასევე მიწაზე, ასევე სახლში, ნებისმიერ მომენტში. თუ ჩვენ არასწორ ბატარეას შევაერთებთ ჩვენს FPV დრონს, რომელიც არ არის გათვლილი ამ ელემენტის სიმძლავრეზე, მაშინ შეიძლება მივიღოთ ხანძარიც. თუ ეს მოხდება საღმე გარეთ, არ არის პრობლემა, გაჩნია გარეთსა, ახლა ტყეში არ უნდა დაგვიწოს მართალია, მაგრამ იმედია ველზე რაღაც პიალ მინდოზე როცა დავფრინავთ, იქ არ არის ეგეთი დიდი პრობლემა. თუ რა თქმა უნდა დრონის დაკარგვა არის პრობლემა და ბატარეის მიყოლება ნერვები მათთან ერთად ფინანსური პრობლემა არის საბოლოო ჯამში, მაგრამ მაინც გადარჩენა მან შეიძლება ჩვენი თავის. მაგრამ თუ ეს დაგვემართება შენობაში, სახლში, სადაც მაგალითად დრონი ავაწყოთ, ან რაღაც დაგადავაპროგრამეთ, ან ახალი დრონი ვიყიდეთ და შევაერთეთ, ეს უკვე სერიოზული პრობლემა არის ზოგადად, იმიტომ რომ ხანძარი FPV დრონის ბატარეით, აქ არა მხოლოდ FPV დრონის ბატარეები, რა თქმა უნდა, ზოგადად ბატარეებთან, ელემენტებთან უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ყოველდღიურობამ შეგვაჩვია, რომ ელემენტი არის ძალიან მარტივი მოცემულობა, როდესაც მაგალითად ტელეფონს უბრალოდ შევაერთებ, გამოვაერთებ და ეგ არის, დაიმუხტა და განიმუხტა. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ უკვე FPV დრონებზე, აქ სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული არის. იმისათვის, რომ FPV ელემენტი დავმუხტოთ, საჭირო არის სპეციალური სატენი, რომელზეც თავისი რეჟიმები არის, ამაზე დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ დეტალურად, განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის სატენებს და გაჩვენებთ თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი. თავისი რეჟიმები, თავისი ყველაფრით, რაც კი შეიძლება იყოს საჭირო თქვენთვის ამ ეტაპზე. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სამი სხვადასხვა ტიპის ელემენტზე, რომლებიც გამოიყენება FPV დრონებში, სხვათა შორის გამოიყენება მასიურად, ანუ ეს სამი ტიპი არის, რაც შეხვდებათ სავარაუდოდ 99% შემთხვევებში. თუ რა თქმა უნდა რაღაც სპეციფიურ დრონს არ აწყობთ, მათ შორის DJI დრონებშიც იგივე ბატარეები არის, უბრალოდ არის განსხვავებები, რა თქმა უნდა, თავის სპეციფიკაში. პირველი, ეს არის LiPo, ანუ ლითიუმ პოლიმერული ბატარეა, რომელიც გამოიყენება ძლიერი თორქისთვის, ანუ ძლიერი ფანჩი აქვს, ძლიერი დარტყმა აქვს, დიდი ენერგიის გაცემა შეუძლია ერთდროულად. შემდეგ არის ლითიუმ იონური, LiIon, ესეც ძალიან ხშირად გამოყენებადი ელემენტი არის. FPV ჰობის შემთხვევაში ის გამოიყენება long range-ებისთვის, ანუ short ფრენებისთვის და steady ფრენებისთვის, შეიძლება short-ად წახვიდე, მაგრამ გინდა დიდი ხანი იტრიალო ერთ ადგილას რაღაცები გადაიღო, ანუ გევასება ჰაერში ყოფნა, რაც ლოგიკურია, მეც მიყვარს ჰაერში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში. თვალებს ყლის, მაგრამ გადავშავს. და LiHV, ანუ lithium high voltage, რომელიც გამოიყენება მცირე პატარა დრონებზე. აი ასეთ დრონებზე. ეს არის ZR-65, რომელიც, შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ, თუმცა სანამ შეიძენთ, ჯერ ისწავლეთ ფრენა. High voltage გამოიყენება აი ასეთი დრონებისთვის. ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. სანამ გადავალთ მაგიდაზე, სადაც უშუალოდ უნდა გაჩვენოთ ეს ყველაფერი პრაქტიკაში, როგორ უნდა დამუხტოთ, როგორ უნდა განმუხტოთ, როგორ უნდა შეინახოთ და მოკლედ ასე შემდეგ, უნდა გავიაროთ ტერმინოლოგია. პირველი არის მილიამპერ საათი, mAh. მილიამპერ საათი გვაჩვენებს იმას, თუ რამდენი არის ბატარეის ენერგია, ანუ რამდენს იტევს შიგნით. 1300 მილიამპერიან ბატარეას შეუძლია 1.3 ამპერის გაცემა 1 საათის განმავლობაში. ეს ძალიან რომ გავამარტივოთ. თუმცა
FPV დრონის შემთხვევაში ეს მოცემულობა ამპერაჟი გაცემის არის ბევრად უფრო მაღალი 40, 50, 30, ნუ გააჩნია როგორ დაფრინავთ და რა დრონით დაფრინავთ. ამიტომ შესაბამისად გვაქვს არა 1 საათი, არამედ 5 წუთი, 6 წუთი, ნუ გააჩნია ხა ბატარეა, რა თქმა უნდა, არის ეს გაჩვენებთ თქვენ ისეთ ბატარეებს, რომლებიც ძალიან დიდები არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მაღალი არის ეს მილიამპერ-საათი, მით უფრო დიდი არის წონა ბატარეის. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ბატარეები, მათი ხარისხი ყოველთვის განსხვავდება. ფასიდან გამომდინარე, თუმცა შეიძლება ფასი ძვირი იყოს, მაგრამ ხარისხი მაინც დაბალი იყოს. ეს გასათვალისწინებელი არის. საომავოდ აუცილებლად ჩავატარებთ ტესტებს ბატარეებზე და ასე შემდეგ, თუმცა მაგამდე ჯერ კიდევ დრო არის წინ, რომ მაგ დონეზე ავიდეთ. ერთად უნდა გავაკეთოთ ეს, ამიტომ არ დაგეწოს მოწონება ამ ვიდეოს. თუმცა ამ მომენტისთვის რაც უნდა დაიმახსოვრო, რაც უფრო მეტი მილიამპერ-საათი არის, მით მეტი ხანი შეგვიძლია იფრინო. ძალიან უხეშად ვლაპარაკობთ ეხლა, იმიტომ რომ საწყის დონეებზე, როცა ჩვენ სადაც უნდა ვიფრინოთ ეხლა რავით 15 ინჩიანამ დრონამდე, ეს მოცემულობა შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად. შემდეგ უკვე როდესაც გადაწყვეტთ და თუ გადაწყვეტთ, რომ უფრო მეტ სიღრმეებში უნდა შეხვიდეთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი სიღრმეები დაჭირდება, იქ უკვე 20 საათებია და ასე შემდეგ. შემდეგი არის ესი. თქვენ შეიძლება გაიგონოთ 4S-ი, 6S-ი, 1S-ი, 2S-ი, მოკლედ ყველანაირი S-ი შეიძლება გაიგოთ. 1S-ი მაგალითად გამოიყენება აი ასეთ პატარა დრონებში, 6S-ი არის 5 ინჩიანების, ასე ვთქვათ, სტანდარტი, ნებისმიერი 5 ინჩიანი FPV დრონის, ალბათ long range-ის გარდა, იქ უფრო 4S-ი უფრო კარგი გამოსაყენებელი არის, რადგან არ ჭირდება დიდი თორქი. თუმცა, მარტივად რო ვთქვათ, რაც უფრო მეტი S-ია, მით უფრო მეტი სიმძლავრე აქვს, მით უფრო მეტი პანჩი აქვს დრონს, ანუ მეტი სწრაფი ბრუნვა შეუძლია გააკეთოს. ძალიან რო გავამართლოთ 1S-ი არის ძალიან პატარა დრონებისთვის, 4S-ი არის long range-ებისთვის, ძალიან ბრწყალებში ვიტყვი ახლა ამას, იმიტომ რომ საერთოდ მაქვს 4S ბატარეა, რომელსაც ვიყენებ 3.5 ინჩიან FPV დრონზე გადაღებებისთვის, თუმცა, ნუ, როგორც გითხარით, ეს ძალიან პირობითი მოცემულობაა და 6S-ი ეს არის უფრო სტანდარტი, 5 ინჩიანი და ზემოთ FPV დრონებისთვის, რადგან იქ უფრო მეტი ბრუნი ჭირდება ხოლმე დრონს და მეტი ძალა ჭირდება ამ ბრუნის წარმოებისთვის. აქვე ჩამოიწერება მარტივად ლიპოს შემთხვევები, როცა ესი რამდენ ვოლტს გვაძლევს დრონზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რამდენი ესიც არის, იმდენი უჯრედი არის, ანუ იმდენი ბატარეა არის ერთმანეთის თანმიმდევრულად გადაბმული. როცა ვსაუბრობთ თანმიმდევრობაზე, უნდა ვისაუბროთ პარალელზეც. ამივე სიტყვა პარალელი პირდაპირ გვეუბნება ასობგერა P, რა თქმა უნდა, არა ქართული, არამედ P, ანუ ინგლისური, რომელიც ნიშნავს პარალელურს. რა არის ხა პარალელური? პირობითად დღეს ვისაუბრებთ მაგალითად 6S-ი 2P. ასეთი ბატარეა გვაქვს, ან 6S-ი 3P. ჩვეულებრივი 6S-ი არის 1P, ანუ ერთი პარალელი. ანუ 6 ბატარეა არის ერთ პარალელში. თუმცა, როცა ვსაუბრობთ უკვე 6S-ი 2P-ზე, აქ გვაქვს 12 ბატარეა, ანუ 6 განრავლდება 2-ზე, შესაბამისად 6 არის თანმიმდევრულად, 2 არის პარალელურად. ამასაც ეკრანზე გამოვიყვანო რაღაც გასაგებად იყოს თქვენთვის ძალიან მარტივად. პარალელს ვიყენებთ იმისათვის, რომ პირობითად უფრო დაბალი გაცემის მქონე ბატარეა მივცეთ საშუალება, რომ გააორმაგოს ამ შემთხვევაში თუ 2P არის, ან გაასამმაგოს თავისი გაცემა და თავისი მოცულობა. ეს მნიშვნელოვანი არის, როცა შორტ-ფრენებზე ვიწყებთ ფიქს, როცა long range-ი გვინდა გავაკეთოთ, ან ნუ სხვადასხვა დანიშნულებისთვის, როცა გვინდა დიდი ხანი ვიფრინოთ. ეს ნუ ფაქტობრივად მნიშვნელოვანი არის, თუმცა დამიჯერეთ 6S-ი 2P ეს არის ბატარეა, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი რაოდენობით მანძილი და დრო დაფაროს ფრენაში. შემდეგი ჩვენთვის საინტერესო ასო არის C, ანუ C rating, გაცემის სიმძლავრე. C rating-ი, discharge rate, რო გავა ინგლისურად. ეს აჩვენებს თუ რამდენ დენს გასცემს ბატარეა უსაფრთხოდ. თუმცა გაითვალისწინეთ, ხოლმე ბატარეებს აწერია მაგალითად 100C, მაგრამ უყვართ ბატარეის წარმოებელ კომპანიებს ცოტათი გაზვიადება თავისი შესაძლებლობების. ასევე არის ძალიან კარგი ფორმულა, რომელიც გვეუბნება თუ რა არის ამ შემთხვევაში ჩვენი ელემენტისთვის გაცემის პიკი და განგზობითი და ასე შემდეგ შესაძლებლობები, რომელსაც არის ძალიან მარტივი ფორმულა, გამოვიხსნა ეკრანზე. პირობითად მოგიყვანთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მეტი რაც მაქვს ეგეთი ელემენტის მიხედვით 1300 მილიამპერიანი CNHL-ის ბატარეა, რომელიც არის 100C, ამ 130 ამპერს რეალურად ძალიან რთულია მიაღწიოთ, თუმცა კარგი არის, რაც უფრო დიდი, ასე ვთქვათ, გეფი გაქვს ამ მაქსიმუმსა და შენს გამოყენებად შორის, მით უფრო ნაკლებად ხურდება ბატარეა, მით უფრო ნაკლები ენერგია იკარგება ფრენის დროს და შესაბამისად უფრო უსაფრთხოდაც დაუფრინავთ. რა თქმა უნდა, სანამ ბატარეას შეიძენთ, მნიშვნელოვანი არის, რომ მასზე სწორი კონექტორი იყოს. რა თქმა უნდა, არის ძალიან რთული რაღაც კონექტორის გადაყენება, გადმოყენება, თუ გააქვს შესაბამისი თავაკები, თუმცა ამის მიუხედავად, რატომ უნდა ვიცვალოთ? შეგვიძლია უბრალოდ ვიყიდოთ სწორი კონექტორებით.
მე ვისაუბრებ 3-4 ისეთზე, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ. პირველი ეს არის BT20, რომელიც გამოიყენება RTS დრონებზე, ეს ძალიან მარტივი არის, დაინახავთ ახლა ეკრანზე როგორაც გამოიყურება. ჩემს დრონებზე რაც მე ჩამოვაქვს და შემოვაქვს და ყიდი, ეგეთი მარტივი კონექტორებია, რომელსაც ასევე ძალიან მარტივად და შესაბამისად სწორად კავშირდება ჩვენს მიერ ასევე გაკიდვად ბატარეებზე. უკვე როდესაც გადავდივართ უფრო ზედა ეშელონში, უკვე გადავდივართ 2, 3, 4S და 6S ბატარეებზე, აქ უკვე საუბარი იწყება XT სერიებზე, ეს არის XT30, XT60 და XT90. ძალიან მარტივად რო ვთქვა, XT-ის შემდეგ რამდენი წერია, იმდენი ამპერი არის მისი ასე ვთქვათ მაქსიმუმი არა, მაგრამ განგრძობითი გამოყენების ასე ვთქვათ, ოპტიმიზირებული და რეკომენდირებული ამპერაჟი. თუმცა, ისინი გამოიყენება სხვადასხვა დონეზე. მაგალითად, 4S ბატარეისთვის შესაძლებელი არის XT30-ის გამოყენება, თუმცა ჯობია რომ პირდაპირ XT60 გქონდეს, რადგან დანაკარგიც ნაკლები იქნება და ზოგადად უფრო უსაფრთხოდ ვიფრენთ. XT30 გამოიყენება უფრო 2S დრონებში და რაც ნორმალური არის, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მაგალითად მობულა სერიებში შეუძლიათ იფრინოთ დანაკარგების გარეშე. ამავე დროულად უკვე XT60 ეს არის ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტი, იმიტომ რომ ის 60 ამპერი რაც მას შეუძლია უზრუნველყოს თავისუფლად, ეს არის ის მაქსიმუმი, რეალურად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად 5 ინჩიან FPV დრონებზე, თუნდაც 4 ინჩიანებზე, 3.5-იანზეც კი XT60 მიყენია, 7-ზეც და მეცაც გეტყვით 10 ინჩიან FPV დრონებზეც კი XT60 მიყენია, თუმცა XT90 რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა, თუმცა ეს ცვალებადობა არ არის იმდენად რადიკალური, რომ მიიღებდეს და შესაბამისად არ მინდა რომ ბატარეების გადავიყვანოთ რეალად XT90-ზე და ამიტომ XT60-ზე დავტოვე უნივერსალურობის თვალსაზრისით, თორე რეალურად 10 ინჩიან FPV დრონს უკვე XT90 ურჩევნია, უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. რა თქმა უნდა, თქვენ დრონს შეიძლება ჰქონდეს XT30 და XT60-იანი ბატარეა მათ დაერთო, რა თქმა უნდა, გადამყვანით, მაგრამ ეს უკვე იწევს დამატებით დანაკარგს, რაც არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს, ისედაც არ გვაქვს ძალიან დიდი დრო საფრენად, მით უმეტეს 5 ინჩიან FPV დრონებზე, რომლებიც არის ფრისტაილისთვის, რბოლებისთვის, 5 ინჩიანი FPV დრონი რაღაც შორს ფრენებისთვის ეს ნაკლებად გამოსადეგი რაღაც არის. აქვს თავის მიზეზები ამას, თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელი არის ეგეც, რომ მაგალითად ლითიუმ-იონური ბატარეებით ვიფრინოთ ცოტათი შორს, მაგალითად 5 კილომეტრზე მიფრენია, ჩავსულად, ჩამოსულად, უბრალოდ შეფასების მიზნით. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ჩვენი თავარი შეზღუდვა, როგორც უკვე ვთქვი, არის ბატარეა. მაგალითად, ჩემს 5 ინჩიან ნაზგულს აქვს 1.6 ვატიანი ვიდეო გადაცემა, შესაბამისად პულტი მაქვს, რომელზეც 1 ვატიანი პულტის გადაცემა მაქვს ILRS-ის, რომელსაც შეუძლია ძალიან შორს ვიფრინო. მეცაც გეტყვით 25 მილივატზე შეუძლია ჩვეულებრივად იფრინოს ძალიან შორს, მაგრამ იმდენად შორს შეუძლია ფრენ, რომ ამის გამოყენება არ შემიძლია, რადგან ბატარეა ელემენტი არ მაძლევს იმ საშუალებას, რომ ვიფრინო ამდენი ხნის განმავლობაში. ამიტომ როცა მეკითხებიან ხოლმე, რომ რამდენი მანძილზე შემიძლია ვიფრინო, მცირე AR65-ით კი შეგიძლია ვიფრინო თითქმის ჰორიზონტზე გადაცილებამდე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა იდეალურ პირობებში, როდესაც რადიო სიხშირეები არ იკვეთება ერთმანეთთან, როდესაც რაღაც ხმაური არ არის რადიო სიხშირეების, მაგრამ მაინც შესაძლებლობა არის. მაგალითად როგორ ხვდებით, თავარი შეზღუდვა არის ბატარეა, რომელსაც მაგალითად 6 წუთი შეუძლია იფრინოს AR65-ს, მაგრამ ისიც ქარი თუ არ არის და ქარი თუ არის, ეგ პრობლემა არის. მაგალითად AR75 ან მობულა სერია, რომელიც უკვე 2S-ში გადის და უფრო ძლიერი არის. არ დაგავიწყდეთ აუცილებლად არხის გამოწერა, გამოიწერეთ ეხლავე. თუ არ გამოგიწერია, ვჩერდები სპეციალურად იმისთვის, რომ შეგამოიწერო. ხო, მოიწონე კიდევაც ხო, აბა რას მეკითხებ, რა კითხოს მისვან და კომენტარიც დაწერე. თუ რა მაგარი არის, შესაძლოა სწავლობთ ჰაგრის ტექსტზე. მოკლედ მაგიდაზე ეხა ხედავთ 3 სხვადასხვა ტიპის ბატარეას. საუბარი არის LiPo, ლითიუმ პოლიმერულ ბატარეებზე, არის ლითიუმ-იონური ბატარეები და ლითიუმ პოლიმერული high voltage, ან ლითიუმ high voltage LiHV. ესე გვხვდება ხოლმე, ეს არის პატარა დრონებისთვის, ამაზე საოცრად ვისაუბრებთ. პირველ რიგში ეს არის ლითიუმ პოლიმერული ბატარეები, რომლებიც საკმაოდ ხშირად გვხვდება და უფრო მეტად ეს გვხვდება ვიდრე მაგალითად სხვა ბატარეები სტანდარტულ 5 ინჩიან დრონებზე, რადგან მათ აქვს საკმაოდ დიდი სირეითი და საკმაოდ ძლიერებიც არიან. აქ აქვს 3 სხვადასხვა ზომის, ფორმის და ასე შემდეგ. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. შემდეგი არის ლითიუმ-იონური ბატარეები, რომლებიც არის ჩემი აწყობილი, ეს ძალიან დიდები არის, უკვე 15000 მილიამპერი არის შიგნით, მოლისელი 50B, 6S 3P, ანუ აქ გვაქვს 3 ხაზად ჩაწყობილი 6-6 ბატარეა. აი ასეთი ბატარეები არის მოლისელები, რომლებიც 21.700 ფორმატის, რომელიც ძალიან ძლიერი და გამომდგარი არის საბოლოო ჯამში. და ასევე ძალიან პატარა ბატარეები, რომლებსაც ახლა ხედავთ, ეს არის AR65-ის ბატარეები, სხვადასხვა შეიძლება რა თქმა უნდა
უნდა გამოიყენო, თუმცა მე 65-ზე ვიყენებ. ეს არის ლავა MK2, რომელიც უკვე უფრო ძლიერი და კარგი და გამომდგარი და პირველად პრომეწონავით პირველი ბატარეები. ეს ტატუარი უბრალოდ ზემოდან არაფერი აღარ აქვს დამაგრებული, ვიდრე რომ მათუმაც მოვაძვრე, მათი ოძრებოდა და მეც მოვაძვრე მისი გარეკანი, ასე ვთქვათ. და მოდი შევადაროთ წონები, კილო 70 გრამი, გასაგები არის, რომ ეს ბატარეები არის განკუთვნილი ძალიან დიდი დრონებისთვის, თუ გაქვთ ნახე ჩემი ვიდეოები დიდი დრონებზე, ხვდებით რომლისთვისაც არის. ეს არის 6S 2P, აქ უკვე გვაქვს 911 გრამი, კი ბატონო, და მოდი გადავიდეთ უკვე 6S-ზე 1P, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომელშიც 5000 მAh-იანი ბატარეა არის, საკმაოდ კი ძალიან ძლიერი არის long range-ისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 4S-ით საკმარისი იქნებოდა ამ ბატარეების შემთხვევაში. და აქ არის უკვე 471 გრამი. ძალიან კარგი ბატარეა არის, სიმართლე გითხრათ, 20 საფრინავს ჩემი 7-ინჩიანი FPV დრონი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი შედეგი არის. სხვა დრონებზე როგორ დაფრინავს, მაგალითად ცალკე ვიდეო გვექნება. ეხლა კი გადავიდეთ უფრო პატარა ბატარეებზე. დავიწყეთ ლავათი, 8.2 გრამი არის. ჩვეულებრივი ლავა MK1 და 8.2 არის ესეც. ხო. საბოლოო ჯამში ერთ და იგივე წონა აქვს ფაქტობრივად, იმიტომ რომ ძალიან პატარები არიან, 1S ბატარეები არის, თუმცა თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებენ. მოდი ვნახოთ ტატუც რამდენი არის წონაში, ისევ იგივე 8.2. ეხლა კი გადავდივართ პოლიმერულ ბატარეებზე, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ბატარეები არის, როგორც გითხარით, 5-ინჩიან FPV დრონებზე, ზოგადად არამედ 5-ინჩიანზე, არამედ სხვა ბატარეებზე საკმაოდ დიდად გამოიყენება ისინი, შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის ჯერჯერობით არის must have, ანუ ყველაზე გამოყენებადი ბატარეები არიან ლითიუმ პოლიმერულები, თავისი მაღალი სირეითის გამო. წონის შემთხვევაში 4S ბატარეა, რომელიც არის 1500 mAh იტევს, ეს არის 170 გრამი. ძალიან კარგი ბატარეა არის, ზოგადად 5-ინჩიან დრონზეც დავფრინავ ამ ბატარეით, საკმაოდ კარგად, საკმაოდ ფიზიკალს დაფრინავს, მაგალითად ვიდრე ეს 1300 mAh-იანი, თუმცა აქ უკვე 6S ბატარეა გვაქვს, 1300 mAh, 222 გრამი. 222 გრამ ნახევარი. და ბოლო ეს არის უკვე 2.2 ამპერი, ანუ ეს არის 2200 mAh, 70 სი აქვს, ამას უფრო ნაკლები გაცემის რეიტი აქვს, რეიტი, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი და კარგი ბატარეა, 354 გრამი, ციგნი 355 გრამი, ძალიან კარგი ბატარეა არის, ვაღიარებ. დაახლოებით, წელიწად ნახევარი, შეიძლება მეტიც მაქვს და, ბევრჯერ დავიმფრენია, 50 ციკლი მაინც ექნება და არაფერი დიდი დანაკლისი არ შეიმჩნევა მასზე. და მოდი შევაერთოთ ორივე დრონი, უბრალოდ გაჩვენებთ მაინც როგორ გამოიყურება ეს პროცესი. პირველი დავიწყოთ მოდით 5-ინჩიანი FPV დრონით, ცოტათი ნაწვალები არის, მაგრამ ეს არის ნაზგული, კი არა და Evoke, Hi-Fly Evoke, რომელიც ცოტა გასარეცხი არის, რომელიც ასევე ჩვენთან შეგვიძლია შეიძინოთ. თუმცა თავისი ციფრული O3 აქვს ამას, ცოტათი მოძველებულია, მაგრამ მაინც ძალიან კარგი და გამომდგარი დრონი არის თავისი deathcat ფორმით, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ პირდაპირ O3-დან ჩაწეროთ მაღალი ხარისხის ვიდეო მეტი მაუნტების გარეშე, მაგალითად GoPro-ს დაყენების გარეშეც. ხო, როგორ ერთდება, ეხლა ეს ძალიან მარტივი პროცესი არის, მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ უნდა შეაერთოთ საბოლოო ჯამში და არა უბრალოდ ეს გასაგებია, რომ მარტივია, შეერთება, მაგრამ არის პროცესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. დავიწყოთ იმით, რომ მოდი გავხსნათ. ასე. დავაბით ჩვენი ბატარეა 1300 mAh-იანი, რომელიც თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებს, როგორც გითხარით. ასე ვკეთებთ ახლა, რა არის მნიშვნელოვანი? შევაერთეთ უშუალოდ ჩვენი ბატარეა ჩვენს FPV დრონზე. ხო, დაიმახსოვრეთ, შენობაში ასე არასდროს არ ვაკეთებთ, პროპელერებს ყოველთვის ვხსნით. მე თავზე ხელაგებული ვარ, რატომღაც, არ ვიცი დღეს, ასეთ ხასიათზე ვარ. როგორც ხედავთ, დრონი ჩაირთო, თან დაიწყო ახლა წყიპინი, რომ კავშირს ვერ ვნახულობო, მოდი გეტყვით რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში. ეს ყოველთვის უნდა გააკეთოთ ყოველ დრონზე, რადგან ამის გარეშე დააზიანებთ აი ამ პატარა ეს არის ბალანსირის კაბელი. ამით ხდება ბატარეის ბალანსირება, როგორც წესით იცით. შესაბამისად, ეს თუ იქნება ქვემოთ ჩამოსული, რაღაც აი ასე. პროპელერი მოდებს და დააზიანებს. მოგიწევთ ამ კონექტორებს მთლიანად გამოცვლა. აქ პრობლემა ის არის, რომ და ჯერ გაჩვენებთ როგორ უნდა, სად უნდა მოვაქციოთ, აი აქ უნდა მოვაქციოთ, აი ასე, ზემოთ იყოს ან სადღაც მსგავს ადგილას. აი ხა რა არის, ხა აქ თავი პრობლემა. მოდიო წავუერთებ მაინც. რა არის ხა თავი პრობლემა? აქ უბრალოდ ამის დაზიანება კი არა, ეს პლასმასა ღირს, რაღაც 0.005 თეთრი. არის თუ ასე ეგეთი ციფრი ზოგადად თეთრებში, მაგრამ მაინც. მოკეთ, ამ ბალანსის დაზიანება, მაგრამ მხოლოდ ეს 0.005 თეთრის ზარალი შეიძლება გამოიწვიოს, არამედ, მოდი ახლოდან გაჩვენებ, შესაძლოა არის რომ
აი ეს კაბელები ერთმანეთს გადაედოს, როცა გამოვარდება ეს თავაკი აქედან, ან არ გამოვარდება რაღაცა. ერთმანეთს გადაედოს და გამოიწვიოს მოკლე ჩართვა. მოკლე ჩართვამ როგორც თავაკებს დააზიანებს, ან მთლიანად დაშლა მოგიწევთ ამ ყველაფრის, ამ თავისი გარსის მოხსნა, გაჭრა, ისა ესა. ამას ერთად შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა უშუალოდ ბატარეაში და საბოლოო ჯამში დაგიწვათ როგორც დრონი, ასევე ბატარეა, ასევე ყველაფერი და მოკეთ ძალიან დიდი ზარალი მიიღოთ. ამიტომ ვიმახსოვრებთ, გავხსენით, შევყავით და ვხურეთ. არაფერი რთული. ძალიან მარტივი პროცესი არის, რომელიც დაგიცავთ ძალიან დიდი დანაკარგების. რაც შეეხება უკვე უფრო მცირე პატარა დრონებს, ჩვენს AIR-65, რომელსაც მრავალი ჭირი აქვს გამონახადი, სადგილას სიმწვანეს ალბათ ამჩნევთ. აქ უფრო მარტივად გვაქვს საქმე, AIR-65 სამწუხაროდ არ მაქვს, იმიტომ ჩამოტანას ვერ ვასწრებ, უკვე გაკიდულია. კიდევ და გზაში იყიდება და ეხლა გახსნილებს ხوار გამოგიგზავნე. სატენები რო გავხსენი ამ ვიდეოსთვის, ეგეც მეყვა. ავიღეთ ეს ჩვენი ლამაზი ლავა. აქ აქვს თავისი პატარა შესაყოფი. AIR-65-ს უფრო დიდი ბატარეები აქვს და შესაბამისად დიდი შესაყოფი აქვს. შესაყოფი. მოგეთ, ამას უფრო პატარები აქვს. შავყავით და უკვე მოთავსა ძალიან კარგად ბალანსად შევეცდებით რომ და დაამოღავებთ სად არის ეს ბალანსი ცენტრალური რომ ძალიან შიგნით იყოს წინ გადაწეული რომ გვერდზე გადაიკითხოთ უკან არ ვიცი მაგრამ მოგეთ ასე რომ არ ვარდებოდეს რაც უფრო მეტ ბალანსს დაიჭერთ მით უფრო დამჯერი იქნება ასე თქვა თქვენი დრონი შესაბამისად აი ეს შესაერთებელიც აქვე ხედავთ როგორი პატარა არის ვაერთებთ ამ დრონზე და რომელიც ჩაერთო სადავარ ვიფრინო ეს თელი არის ILS ანტენა ეს კი ვიდეო გადაცემისა მოკეთ, აფერტული აქ არის. რაც შეეხება სატენი, ბევრი არის ძალიან დამჯერეთ. ერთი საუკეთესო სატენები რაც მე მქონია და ნუ ალბათ ბევრი არც მქონია, სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრი მქონია, მაგრამ ძალიან ბევრი მქონია. ერთ-ერთი არის M6D სერიები. აქ გვაქვს ერთი და იგივე სატენი. როგორ გვაქვს? ხო ალბათ ერთი და იგივე სატენები კითხვა გაგიჩნდებათ. აბსოლუტურად სხვადასხვანაირი, სხვადასხვა ზომის არიან, თუმცა თუ დააკვირდებით M6D დაწერას აი აქ ხედავთ და აქაც M6D ოღონდ ემატება AC. AC ნიშნავს იმას, რომ ამ სატენს აქვს ჩაშენებული კვების ბლოკი, რომელიც მას აღართხოვს დამატებით კვების ბლოკს, როგორც მაგალითად აი ამას. სტანდარტულ M6D-ს აქვს საჭიროება, რომ გარედან კონდეთ აი ასეთი კვების ბლოკი, რომელიც ერთდება შტეპსელში, დენსკვიტში, კოდში და შემდეგ ერთდება ჩვენს M6D-ში და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ჩვენ M6D-ს უკვე სტანდარტულად ოპერირება. ნუ ეს გვაძლევს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ზოგადად განსაზღვროთ თუ რამ ხელა ამპერაჟი შეგვიძლია დავმოხდოთ და ასე შემდეგ, ნუ მოკეთ ბევრი რაღაცა ბევრი რო არ ვისაუბროთ, მაგრამ ესე იგი თუ სატენს თუკით არსიზე ამ შემთხვევაში საუბარი, არაწერია AC, მაშინ მას ჭირდება დამატებითი კვებითი ბლოკი, როგორც აი ახლა ხედავთ კადრში. აი ეს არის სრული კონფიგურაცია. ნუ ამ სატენის უშუალო პლუსი არის ის, რომ მას აქვს ორი შესაერთებელი, რაც ნუ ძალიან კარგი არის, მართლა ძალიან კარგი არის. მაქსიმალური დამუხტვის შესაძლებლობა 15 ამპერი თითო არხზე ანუ ესენი არიან სეპარირებულები, ანუ ერთმანეთთან დაშორებულები, ცალ-ცალკე ფუნქციონირებენ. შიგნითაც ცალ-ცალკე არის, ნუ აღარ დავშლი მაგის გამო რომ გაჩვენოთ ახლა სიტყვას დამჯერეთ. თავისუფლად დაოპერირებენ 15 აქეთ, 15 აქეთ. შესაბამისად არ გვაქვს არანაირი პრობლემა. თუმცა ეს კვების ბლოკი არის 5 ამპერიანი. მისი მაქსიმალური სიმძლავრე არის 5 ამპერი. აი, მაქს 5. შესაბამისად კვების ბლოკი შეგიძლიათ იყიდოთ რომელიც 30 ამპერსაც გაკაჩავს და შეგიძლიათ რომ შემდეგ დამუხტოთ უკვე 15 აქეთ, 15 აქეთ, ერთდროულად 30 ამპერი შეგიძლიათ. თუმცა აი გაითვალისწინეთ რომ 30 ამპერი ერთზე არ გამოვა. აქ არის ერთი სეპარირებული არხი არის 15 ამპერიანი და ეს არის მაქსიმუმი მისი ამ შემთხვევაში. რაც შეეხება უკვე M6D AC-ს, მოდი ამას გადავდებ. აქ უკვე გვაქვს ჩვეულებრივი კაბელი. ასეთი კაბელი არის, არანაირი კვების ბლოკი აქ აღარ არის საჭირო. რადგან კვების ბლოკი არის ჩაშენებული უკვე მასში. ხედავთ ზომასაც ზუსტად ეგ უზრუნველყოფს აი შედარებისთვის. ამ ხელა განსხვავება არის. თუმცა ორივე ორარხიანი არის ასევე. ხედავთ წინ უკან ამაზე გეტყვით ახლა დამატებით რაღაცეებს აი მოდი ამას გადავდებ და დავუბრუნდეთ ჩვენს M6D AC-ს მოდი ეს შევაერთოთ ამ შეგიძლიათ უყუროთ ჩემს დაუვარცხნილ წვერს და დავარცხნილია უბრალოდ აერთყობ შევაერთეთ შეუულებრივად კვების ბლოკის გარეშე დედკუჩი და ვიღებთ რას იგივე ყველაფერი ფაქტობრივად რაც არის შეუულებრივ M6D-ში ოღონდ განსხვავება არის ის რომ ამ სატენს უკვე შეუძლია 9 ამპერამდე თავისით ყოველგვარი კვების ბლოკის და ასე შემდეგ გარეშე დაიწყოს დამუხტვა. ან ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ ჩვენი დიდი ბატარეა, ავიღებ მაგალითად ლითიუმ-იონურ ბატარეას შევაერთებ, ავიღებ, შევდივარ, ავეჩიე ლითიუმ-იონური დამუხტვა და 9 ამპერი.
და ნუ 8.3 ხო, ნუ რეალურად 8.3 აქვს, ხო ცხაზე ვერ გაჭავს ყოველთვის, ყოველთვის რა ვერ გაჭავს ზოგადად. 8.3, ნუ სტანდარტულად ჯობია რომ ეს შესაბამისად ჩამოყვანს 8 ამპერზე, რატომღაც 9 მახსოვდა, კარგახანი არ დამეუხტავს მთელი ძალით, ასე ვთქვათ. მოგეთ 8 ამპერზე თავს გზნობს მეტნაკლებად კომფორტულად. თუმცა, როგორც გითხარით, ეს არის M6D, ანუ იგივე ბატარეის სატენი არის, რაც ის. წეგანაც გაჩვენებთ. განსხვავება კი ის არის, რომ ეს არის შიგნით ჩაშენებული კვების ბლოკით, რომელსაც 8 ამპერით შეუძლიათ დამუხტოს. რა არის ახლა კარგი? ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი შესაერთებელი გვაქვს, რომელიც გვაქვს აი 8 ამპერს, რომელიც გითხარით, გვაქვს ასევე შესაერთებელი იმისათვის, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება აი ამ მონაცემებისთვის 15 ამპერი თითოეულ channel. ესე იგი, თუ ვიყიდით კვების ბლოკს, რომელიც გაკაჩავს 30 ამპერს, შევძლებთ ამ სატენითაც და ამ სატენითაც გავაკეთოთ 30 ამპერის საერთო გამოცემულობა, მაგალითად 15 აქეთ, 15 აქეთ, 30 აქაც იგივე. ამიტომ დაიმახსოვრეთ, თუ გამყიდველი, ნუ ამ შემთხვევაში მე მაგალითად დამიკავშირდები და გეტყვით, რომ აი ამ სატენში სრულ კომპლექტში მე შემოგთხოვ პირობითად 250 ლარს, ეს ნიშნავს, რომ ამ სატენთან ერთად მიიღებ კვების ბლოკს. თუმცა ნუ ასე არ გეტყვით, უმეტეს შემთხვევაში გეტყვით, რომ ანუ ეს ასე არ არის, ეს ისე არის, ნუ აგიხსნით, ძალიან მიყვარს ახსნები, გადახსნები და ასე შემდეგ, ამიტომ არ მოგიწევთ რაღაცნაირად დაუფიქროთ რაღაცების შეძენა, ამ შემთხვევაში კვების ბლოკის გარეშე მიიღებთ, ნუ არ ვიცი ამის ფასი რა არის, აღარ მახსოვს, ესეთი არ ჩამიტანია, თუმცა თუ საჭირო იქნება და სრული იქნება, თქო, ჩამოვიდა. ასევე აუცილებლად 1-2 სიტყვით უნდა გითხრათ აი ამ ორ სატენზე ესენი კიდევ უფრო განსხვავდებიან აი იმებისგან რაც მანამდე გაჩვენეთ აქ გვაქვს ნუ ძალიან მაგარი სატენი რომელიც მოდი ამით დავიწყებ ძალიან მაგარი სატენი ეს არის M8D touch screen-ი აქვს მოდი გავხსნი რომ გაჩვენოთ ძალიან კარგი სამუხტი არის ეს მის შესაძლებელი XT90 რომელიც მქონია და აღარ მახსოვდა ამოვიღებ გასაკიდად მაქვს ჩამოტანილი მე არ ვიყენებ ესეთი ძლიერი სატენის სიმართლე გითხრათ არაფერში არ მჭირდება ძალიან დიდი პლუსი არის ეს ნუ ჩემთვის მინიმუმ იმიტომ რომ შეგიძლია დადო და შოიდან უკვე ხედავ თუ რას აკეთებს შენი სატენი ეს ძალიან დიდი პლუსი არის დამიჯერეთ როგორც გამოცდილი FPP-ი გეუბნებით ასევე განსხვავდება წინა სატენებისგან იმით რომ ეს არის 2-დან 8S-მდე შეუძლია დამუხტოს თუ ძალიან დიდი ჰექსაპოკოპტერების მუშაობა სურვილი გექნება და ასე შემდეგ ეს საკმაოდ ისეთი სატენია რომელიც დაგჭირდებათ აუცილებლად 8S-ი ძალიან ძლიერი ბატარეა არის თუმცა XT60-ზე ჩვეულებრივად მუშაობს აქ უკვე გვაქვს ძალიან ძლიერი 2 არხიანი 30 ამპერი თითოზე, ანუ აბა რომ იმუშაოს სრულყოფილად, ჭირდება 60 ამპერიანის გამძლეობის 800 ვატიანი კვების ბლოკი. ნუ ეს საერთოდ სიგიჟე არის, სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი. სამოქალაქო და ჩვეულებრივ გამოყენებაში რა შეიძლება დაგჭირდეს ეს. მე არ მაქვს კვების ბლოკი ამისთვის, სიმართლე გითხრათ, რომ XT90 დავაკავშირო რამეზე. ეს არის იმისათვის, რომ firmware-ი განაახლოთ, ანუ შიგთავსი განაახლოთ, მხოლოდ იმისთვის არის ეს USB-C, Type-C და ნაჩვენი უკვე, ნუ რა ვისაც დაგჭირდება, შეიძლება მოყვართოთ. გვაქვს ასევე გაყიდვაში. ძალიან მაგარი სატენი არის, ეს touch screen-ი არის, რომელიც დავსვარე. მოგეთ გაგიწმინდათ და ისე გამოგიგზავნით, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ დავიკავშირდეთ მამაში დაგეხმარებით. და ერთ-ერთი ძალიან კარგი smart charger-ი აქ უკვე ერთ არხიანი, ასევე რა ყველა ორ არხიანი, ყველა ჩვენი ხამა. მოგეთ ეს არის ერთ არხიანი, toolkit-ი, ამის უკვე მაქვს შესაერთებელი, ეს არის ჩაშენებული, შიგნით უკვე ჩაშენებული კვების ბლოკით, რომელიც, ნუ შეგიძლიათ ნახოთ M7AC multi charger DC 300 ვატი, მოგეთ 100 ვატი არის მისი სიმძლავრე ჩვეულებრივი DC პორტში. აი ჩართვა, მეტყვარ შეიძლება გამიკვირდა. ძალიან კარგი სატენი არის 2-დან 6S-მდე, ასევე შეგიძლიათ fast charge-ი გააკეთოთ ამ ტელეფონებით დამუხტოთ და ერთი ძალიან კარგი პლუსი თუმცა ნუ რაღაც სასწაული პლუსი არ არის, მაგრამ ნუ აქვს როგორც XT60, ასევე XT30. ნუ არ ვიცი ხა მედიაც სიმართლე გითხრა XT30 როგორც ისედაც არ ვიყენებ, მაგრამ თუმცა ატომაც არა. Smart charger-ი არის, ამაზეც ასევე შეგიძლიათ შეერთოთ კვების ბლოკი, ოღონდ მაქსიმალური 300 ვატი. ალბათ გაგიჩნდება კითხვა, რომ რატო ვიყიდო ერთიანი, ერთჩარჯერიანი, ერთშესაერთებლიანი და არა ისეთი როგორც ჩვენ გაქვს, მაგალითად, ან თუნდაც აი ეს უზარმაზარი მონსტრი, რომელსაც შეუძლია, 30 ამპერით დამუხტოს ერთ channel-ზე
და ასე შემდეგ. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ 30 ამპერით დამუხტვა. მეჭვება რომ მოგიწიოთ, რა ვიცი. ძალიან მაგრად არ დაგივასება. ძალიან შორტ ფრენები, ძალიან long range-ები და რაღაც. შემსავით მაზოქიზმში არ გადაგივართ და რაღაც ასეთ უზარმაზარ კილო 300-იანი 1500 მილიამპერი, არ ვიცი უბრალოდ მე მიყვარს უბრალოდ მეტად მაზოქიზმში გადავიდე და იმიტომ კარგი მაქვს. მაგრამ თუ ნორმალური ადამიანი ხართ, და არა როგორც მე, მაშინ ესეც ძალიან საკმარისი იქნება. მაგრამ ხო, კითხვა იყო ასეთი, რომ როგორ გიორგი, როგორ ჰაგრიდ, მე გიორგი რომ ქიარიცდა, ჰაგრიდ, როგორ? ანუ მე მინდა რომ მქონდეს 3 ბატარეა. მეტიც 6 ბატარეა მინდა მქონდეს. როგორ დავმოხტო ერთი სატენით ეს ყველაფერი და მე გიპასუხებ აი ასე. ეს არის ძალიან მარტივი რაღაცა. ეს არის balanced charging plate. ну პარალელური დამუხტვის პლატა, რომელსაც ვერთებ ჩვენ სამუხტში და აქ უკვე შემიძლია მე დავაერთო 6 ბატარეა ერთდროულად. იმის მაგივრად რომ თითო-თითოს ველოდო და ერთი შევაერთო, მე გამოვაერთო. შევაერთო. არა, ერთხელ შევაერთებ. აი ავიღებ მე ჩვენს პარალელური დამუხტვის პლატას და დავაერთებ 6 ბატარეას. ოღონდ აქ მნიშვნელოვანი არის რომ დავიდან დავამოღამოთ, ამაზე გაჩვენებთ აუცილებლად ცალკე. თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ სწორად შევაერთოთ ბატარეები, ამაზე აუცილებლად იქნება ცალკე პატარა ბლოგი დღევანდელ ვიდეოში. მარტივად რო გითხრათ, რომ არ დაგემართოთ ისეთ რაღაცები, როგორიც მე მაქვს, ნაკლებად ჩანს, თუმცა პატარა მიმწვარ-მომწვარები მაქვს, სწორი მიმართულებებით შეერთებების გამო. შესაბამისად, სულად ჭირდებათ ის ორიანი, ორ არხიანი, რომ დამუხტოთ თუნდაც 6 ბატარეა ერთდროულად. ერთადერთი კვების ბლოკი შეიძლება დავამატოთ. ეს არის, რაც რეალურად უნდა იცოდეთ აუცილებლად, რომ არ გამოვიდეს ისე, რომ ვიღაცამ ორიანი იმიტომ უნდა იყიდო, რომ ორი დამუხტო. არა. ერთიანი საკმარისია იმისათვის, რომ 6-ს დამუხტო. ერთადერთი დამატებითი კვების ბლოკი დაგჭირდა. რაც არ არის მართლა გითხრათ ძალიან ძვირიანი, თუმცა სამაგეროდ სამუხტის საშუალება გექნებათ კომპაქტური და გექნებათ ამავდროულად ჩაშენებული კვების ბლოკითაც თუ რაღაცა სხვა დამუხტა მოგიჭირდებათ, ან თუნდაც ერთი ბატარეის დამუხტვა ერთ ჯერზე. რას ვაკეთებთ ახლა? ეხლა ვაკეთებთ იმას, რაც ძალიან გჭირდება რომ ვიცოდეთ აუცილებლად. ეკრანზე ხედავთ წარწერებს, რომლებიც არის ჩვენს სატენზე M6D, რომელსაც თავის კვების ბლოკი აქვს შეერთებული. გვაქვს ორი განსხვავებული ბატარეა, ერთი არის 1500 მილიამპერიანი 4S და 1300 მილიამპერიანი 6S. ორივე C-rate არის 100C. რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. ეხლა რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად შევაერთოთ და დავუხტოთ ისე. პირველ რიგში ხედავთ განსხვავებას მათ ზომებში, ორი სელი ნაკლები არის, მიუხედავად ამისა, რომ მეტი მილიამპერაჟი აქვს. თუმცა სიმძლავრე აქვს ნაკლები. როგორც უკვე იცით, იმისათვის რომ ჩვენმა ბატარეამ დიდი ხანი იცოცხლოს, ხედავთ რომ ამ ბატარეას საკმაოდ დიდი ხანი აქვს დაცოცხლა და ნაკლებად აქვს, მინიმალურად არა, მაგრამ ნაკლებად აქვს დაკლებული თავისი სიცოცხლის უნარიანობა, საკმაოდ ძლიერი და გამძლეარი, თავისი თავდაპირველი 6 წუთი თუ დაფრინავდა, ეხლა 5 წუთს დაფრინავს. რაც 2 წლის განმავლობაში მეტიც ძალიან კარგი შედეგია ჩემი აზრით მინიმუმ. შესაბამისად, რას ვაკეთებთ ახლა? უნდა დავუხტოთ ერთი C-ით. რა არის ერთი C? როგორც გითხარით, 1300 მილიამპერი როცა არის, მისი ერთი C არის 1.3 ამპერი. მილიამპერი 1300 მილიამპერი, ეს არის 1.3 ამპერი. უბრალოდ აქ მძიმეს დავუსვამთ 1000-ის შემდეგ და მივიღებთ იმ ამპერას, რომელთაც უნდა დავმოხტოთ სტანდარტულ შემთხვევაში. თუ ძალიან გვეჩქარება, შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, უფრო მეტი C-rate-ითაც დამოხტვა მისი, მაგრამ გაიმახსოვრეთ, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ უკვე წლებზე და ასე შემდეგ, შეიძლება უფრო ნაკლებზეც, ძალიან დაუკლებს მას სიხსნარიანობას, მაშინ უკლები ამპერაჟი იქნება რეალურად მილიამპერაჟი და უფრო მარტივად დაждდება და ასე შემდეგ. მოკლედ გასაგებია ის, რომ რაც უფრო ჩქარა ვმოხტოთ, მით უფრო მალე ფუშდება. რას ვაკეთებთ ახლა? ვაერთებთ მარჯვენაში შევაერთოთ ჩვენი 1.3 და 4S-ი თავისი. შემდეგ შევაერთოთ უკვე მარცხენა მხარეს. ხო, აქ დაიმახსოვრეთ სამუხტში როცა შეერთებთ, რომ 4S-ი არ ხედავთ, თუმცა აქ არის 6S-იანისთვის განკუთვნილი ბალანსირის შესაძლებელი 4S-ი მარცხენა მხარეს, უკიდურეს მარცხენა მხარეს შეერთეთ და არა შუაში ან მარჯვნივ, ზოგადად არ დაგაწყებიათ დამუხტოს სატენი, მაგრამ მაინც თავიდანვე რო არ მოგიწიოთ წვალება. ხედავთ რომ 4S ბატარეაში არის დამუხტული, აი ეს არის დამუხტული არის ეს ბატარეა, ერთად მიგაჩვენოთ. ეს კი ნახევრად დამუხტული არის. როგორც ჩანს, ამ ქონა ესენი ყველა კარგად განმუხტული. და რას გავაკეთებთ ახლა? მარცხენას გავუკეთებთ storage regimes, შევეცდებით გავუკეთოთ, ხოლო მარჯვენას დავუმხტოთ ბოლომდე. და როგორ ვაკეთებთ ამას? შევდივართ მენიუში. ვირჩევთ LiPo-ს, ამ შემთხვევაში LiPo ბატარეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ხო, იმიტომ LiPo-ს ვუხტავთ. თუმცა აქ არჩევანში ასევე გვაქვს LiHV, high voltage, LiFe, lithium მოკლედ არის ეს როგორია, ძალიან ბევრი არის. ჩვენ კი გვჭირდება LiPo. ამ შემთხვევაში ვირჩევთ LiPo-ს. Cells
ანუ 6S-ია 4S-ია ამაზე არჩევა შეგიძლია რა თქმა უნდა, მაგრამ არ გჭირდება აუტოზე შეგიძლია დააყენო, როდესაც ბალანსირი გააქვს, ეს აღარ ითხოვს სამ პრობლემას. რეჟიმი, ესე იგი, როგორც გითხარით, ერთი მინდა რომ იყოს დამუხტვაზე, ანუ charge და მეორე storage-ზე. შუაში ასევე არის discharge, ანუ შეიძლება განმუხტო და დამუხტო ბატარეა. ესე იგი, ვირჩევთ პირველ რიგში charge, დამუხტვა, როგორც ვთქვათ, მარჯვენა მინდა დავუხტო. დასასრული ვოლტაჟი ლითიუმ პოლიმერული შემთხვევაში 4.2 არის, რაც ავტომატურად არჩეული არის და დამუხტვის სიმძლავრე ავირჩიოთ 1.3 ამპერი. ჩამოვიდეთ სულ ბოლოში, ხედავთ უკვე არჩევანი არის ერთიანი, ორიანი. პირველი არ მინდა, მეორეს ვირჩევ, რადგან მარჯვენა არის მეორე, ჩემი 1300 მილიამპერიანი და დავიწყე დამუხტვა. ის ახლა ავტომატურად ამ 1.3 ამპერის სიმძლავრით გაახორციელებს დამუხტვას, თავისით დააბალანსებს ყველაფერს, აიყვანს თავის სიმძლავრეზე 4.2 თითო სელზე რო იყოს და 5.2 არის თოცხები საერთო ჯამში 25.2. რაც შეეხება მარცხენას გადავედით. აქ კი გვინდა ჩვენ რომ გავიყვანოთ ეს უკვე storage რეჟიმზე, იმიტომ რომ 4S-ით ფრენა დღეს არ მოგვიწევს და ვაკეთებთ რას. ზემოთ არაფერს ავსვით, ლიპო უკვე არჩეულია, სელების რაოდენობაც არჩეული არის უჯრედების. მოვდი. აი, აქ უკვე ცვლილება უნდა გავაკეთოთ. ჩამოვდივართ stop-ში არა. storage. ავირჩიეთ. აქ არის უკვე არჩევანი discharge mode interi, რატო არჩევანი არის, იმიტომ რომ განახლება ჭირდება ეტყობა. დასასრული ვოლტაჟი უნდა იყოს 3.85, რომელიც არის განმუხტული კი არა და შენახვის რეჟიმი ლიპო ბატარეებისთვის. აქ უკვე არის ერთი პატარა მოცემულობა, სხვა გზა არ გაქვს. შეგიძლია აირჩიოთ დამუხტვის სიმძლავრე. ну, როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში მე მაქვს მაქსიმუმ 5 ამპერი, რაც შემიძლია დავმუხტო ამ სატენით, მაგრამ ამავდროულად შეგიძლია აირჩიოთ განმუხტვის სიმძლავრე. ახლა მე აქ 1 და 3-ს კი დავტოვებ, მაგრამ თქვენ ისე დააგვერდით, ჩავთე 3.8, ესე კი ბატონო, ყველაფერი შევამოწმეთ საბოლოოდ და დაიწყო განმუხტვა. მაგრამ 0.7-ზე მაღლა არ არის. რატო? იმიტომ რომ ეს სამ სატენის საშუალება არ არის სახჭურვილი დამატებითი გამომყვანი თ, რომელიც უზრუნველყოფს, აი ახლა უკვე დააკვირდით, შეგიძლიათ როგორც სწრაფად იმატებს მისი ტემპერატურა შიგნით არსებული განმუხტვის დროს, განმუხტვა ხორციელდება ზუსტად ამ საშუალებით, რომ ენერგია, რომელიც არის ბატარეაში, გადადის სითბოში, შემდეგ დაიწყებს ახლა ცოტა ხანში უკვე თვითონ პროპელერი ბრუნვას და ამის გაცივებას. ანუ ჩვენ შემთხვევაში 0.7 ამპერი ეს არის მაქსიმუმი, რაც შეუძლია განმუხტოს ერთდროულად. და თან აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ესენი არის სეპარირებულები ერთმანეთისგან. ანუ ცალკე არის ეს, ცალკე არის ერთმანეთთან გადაკვეთა, როგორც ასეთი, არანაირი არ აქვს. რომ მაგალითად მე მქონდა თავიდან კითხვა, რატო არ შეიძლება რომ ამას რო ვუხტავ, აქედან წამოიღოს და აქ დავუხტოს. ხო არის მარტივი, მაგრამ არა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ერთმანეთში სეპარირებულები და ფაქტობრივად აზრი არ ექნებოდა ამ სატენის არსებობასო. ну ასე მიხსნეს მეც აღარ ჩავიძიე დიდად, რაც არის, სხვა გზა არ არის. არის. და მე არ ვიცი, არც ეგარი გავუცხოთ. მოგეთ რო გითხრათ, ესე არის ჩვენი მოცემულობა, რომელსაც შეგვიძლია ჩვენ, გინარგი და ეგრე მოგვიწევს ცხოვრება, ამ სატენებთან განსაკუთრებით, არის რა თქმა უნდა უფრო ძლიერები, ძალიან დიდი სატენები და არის ასევე სპეციალური საშუალებები განმუხტვისთვის, იმისათვის რომ მაგალითად ბატარეა ბოლომდე განმუხტოთ და ის უკვე უტილიზაცია გაუკეთოთ, თუმცა ასეთ საშუალება მე ამ მომენტში არ მაქვს რომ გაჩვენოთ, თუმცა აუცილებლად საბოლოოდ გავაკეთებ. აი როგორც ხედავთ და როგორც გითხარით, განმუხტვის პროცესში, როდესაც ხედავთ 45 გრადუსამდე ავიდა უკვე ტემპერატურა უშუალოდ სატენში, გარედან ეს ნაკლებად იგრძნობა და დაიწყო პროპელერმა ბრუნვა, იმისათვის რომ გააგრილოს სიტუაცია და ეს გვაძლევს იმის მოცემულობას, რომ ნელ-ნელა განმუხტვა ხდება. ეხლა იმისათვის რომ გაჩვენოთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და მე არ მომიწევს აქ ლოდინი 40 წუთი სანამ ეს განიმუხტება და 1-20 წუთი სანამ ეს დაიმუხტება, გავაკეთებ მცირე ნახტომს. არ მიაქცევთ იმას ყველგან რომ ეს 4S იყო და 6S გახდა. რას ვაკეთებთ ეხლა? მე რას ვაკეთებ? ყველაფერს აკეთებ, თქვენ მიყურებთ უბრალოდ. ხედავთ რომ ეხლა ჩემს 6S ბატარეას ვმუხტავ 2C რეიტით. მინდა გაჩვენოთ ერთი ძალიან პატარა რაღაცა. სამნიშნელოვანი არის, ეხლავე დაველოდებით, როდესაც გადავა, ასევე გადმოდივართ storage რეჟიმზე, რომელშიც მქონდა მხოლოდ 6S ბატარეა, რომელიც ეხლა ცოტა ხანში უკვე ჩამოვა, 3.75-ზე ჩამოვა, თუ არ ვცდები და როგორც კი ჩამოვა, დაგიბრუნდებით უკან, განახლებით channel 1 ჩვენი პირველი ბატარეა, რომელზეც მითითებული ჰქონდა, რომ უნდა ჩამოსულიყო storage რეჟიმზე, ჩამოვიდა 3.85-ზე საშუალოდ ყველაზე. ხედავთ როგორ ერთნაირები არის. თავისუფლად შეგვიძლია გამოვაერთოთ ბატარეა
და წავიღოთ შესანახად ჩვენს ჩანთაში, რომელიც არის LipoSafe-ი. ყველა ვარიანტი ჯობია რომ მანდ გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ სპირტზე საღამოს მაგიდაზე, იმიტომ რომ მაინც ბატარეა არის, სიფრთხილეს დავიარსკივა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს დასამუხტ ბატარეას, ცოტა ხანში ჩვენი ეს მარჯვენა ბატარეა, რომელიც იმუხტება 2 სირეითით, რომელიც როგორც გითხარით, ჯობია რომ არ ქნათ. 2.6-ია, კი ბატონო, 2 სირეითია, თუმცა როგორც აკვირდებით, ნელ-ნელა ჩამოდის ქვემოთ. 2 უკვე 2-საც ჩამოწდა. რა ხდება ეხლა? ჩვენი სამუხტის საშუალება, ჩვენი სატენი ახორციელებს ეხლა ნელ-ნელა უკვე იწყებს შესვლას ბალანსის რეჟიმში. ჯერჯერობით მიმდინარეობს ჩვეულებრივი ჩარჯინგი. ეხლა მალე უკვე ჩამოწდება 1.5 და 1 რო ჩამოწდება, იქ უკვე ავტომატურად გათიშავს fast charge, ანუ სწრაფ დამუხტვას და გადავა ბალანსირების რეჟიმზე და ნელ-ნელა შეავსებს უკვე უშუალოდ ისე რომ ყველა იყოს 4 და 2 თანაბრად. ხედავთ აი ახლა ეს არის 4 და 98, ესენიც დაბალზეა რეალურად უბრალოდ რადგანაც მიდის მუხტი უფრო მაღალზე აჩვენებს ახლა, რაც მნიშვნელოვანი არის რომ დაბალანსდეს და საბოლოო ჯამში მოგვეცეს საშუალება რომ ყველა უჯრედი იყოს ზუსტად ერთი და იგივე. ამის გარეშე ბატარეა თუ ბატარეას არ გამოსდის და სატენსაც არ გამოსდის, თულია რომ არ გამოუვიდეს, მაგრამ შეიძლება გამოვიდეს და შემდეგ მალევე ჩამოვარდეს უშუალოდ ვოლტაჟი თითოსელზე. ეს ძალიან ცუდის მაჩვენებელია უკვე რომ ბატარეა არის ძალიან დაზიანებული, ასევე გაჩვენებ ცოტა ხანში თუ როგორი არის ეგ ბატარეა, როგორი შეიძლება იყოს ეგ ბატარეა და თქვენს მიხვდებით რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეგ ბატარეა უკვე უნდა მოიშოროთ, ჯერ უტილიზაცია გაუკეთოთ, ანუ განმუხტოთ ბოლომდე და შემდეგ ჩაავაროთ სპეციალიზებულ სივრცეში, რომელიც არის განკუთვნილი ბატარეებისთვის. თქვენ ქალაქში მოიძიეთ ინფორმაცია სად არის და აუცილებლად მიაგნებთ. როგორც ხედავთ, უკვე ჩამოვიდა 1 ამპერზე ქვემოთ, მალე დაწერს რომ fast charging-ი დასრულდა და პირველ სიგნალსაც გავიგებ. და აი გაისმა პირველი ხმა, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ აი აქაც წერია fast charge, ანუ სწრაფი დამუხტვა done, ანუ დასრულდა. ეხლა მე გადავდივარ ნელ-ნელა იმაზე, რომ გადავიდე და დავაბალანსო ესენი იდეალურად. ეხლა რაღაც დროის განმავლობაში ეს გააგრძელებს თავის ამ ბალანსირებას, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდება იმაში, რომ 6-ვე უჯრედში, სელში არ არის ერთგვაროვანი ვოლტაჟი. მანამდე ეს შეიძლება გაგრძელდეს საკმაოდ ხანი, საკმაოდ რა, ხა პატარა ბატარეას დიდი ხანი არ გაგრძელდება, მაგრამ მაინც და საბოლოოდ თვითონ მეორე ხმაზე, მეორე წრიპინზე, ასე ვთქვათ, უკვე გაითიშება თვითონ დამუხტვა. არ დაგავიწყდეთ ეს სატენი იმას მუშაობს, რომ ფიქრობ ვიდეო იმსახურებს მოწონებას. არხი იმსახურებს გამოწერას, ბატარეა კი მოფერებას. გამოიწერე? სადაც აქ უნდა იყოს მეცა, აი აქ არის. აქ არის, გამოიწერე. მოწონება აქ არის. კომენტარი კიდე უფრო უცხოა, აქ სკროლი ზემოთ დიაგეთ ზემოთ და აი იქ იქნება და აი იქ დაწერე რაღაცა. შეაქე ეს ბატარეა, რომელსაც მოვეფერებ. სერიოზული ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს. მხოლოდ მოწონება უშველის. და ისიც მეორე ჭიპინის გავიგონეთ და როგორც გიჩვენებთ, მეორე ჩენელზე დაკავშირებული ბატარეა სულ დამუხტული არის. შეგვიძლია უკვე გამოვაერთოთ და ჩვენი ბატარეა მზად არის საფრენად. ეხლა კი მინდა 1-2 სიტყვით გითხრათ, როგორც ხედავთ და როგორც გახსოვთ, უკვე ბევრჯერ განახეთ, ვოლტაჟი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, უკვე ვიცით. თუმცა ჩვენს სამუხტ საშუალებაზე, ჩვენს სატენზე გვაქვს ასევე სხვა საინტერესო პეიჯებიც, რომელიც აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ დამუხტების დროს. რაზეა საუბარი? აქ არის საუბარი შიდა წინაღობაზე უშუალოდ ბატარეაში. თუ მას უგულებელყოფთ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდი ზიანი მივაყენოთ საკუთარ თავს, საკუთარ დრონს, შეიძლება ძალიან სავალალო შედეგებამდეც მივიღეთ. აქ არის საუბარი ეხა რაზე. გაჩვენებთ ეხლა. შევაერთოთ ჩვეულებრივი ჩვენი დამუხტული ბატარეა, გადმოვედით და აი ეს არის მილი-ომი. ეს არის შიდა წინაღობა. იმ შემთხვევაში თუ ლიპო ბატარეაზე 15 მილიონზე მაღალი არის, 15 უკვე ძალიან ბევრი, ჩემი 12-იც კი, 12-ზე მაღალი არის წინაღობა, უკვე გვაქვს საქმე იმასთან, რომ მისი ძალიან ძლიერი დატვირთვები უკვე უნდა ავირიდოთ. რადგან ეს ამას შეიძლება შექმნას პრობლემა, რომელიც გამოიწვევს, ან დრონის დაზიანებას, ან შეიძლება ბატარეამაც იბუთხოს
რაც არანაირად არ გვაწყობს. ჩვენ სატენებს ყველას აქვს ძალიან კარგი ფუნქცია იმისათვის, რომ შეამოწმოთ, მეტნაკლებად სწორად თუ რამდენი წინაღობა აქვს ეხლა ამ ბატარეას, დააწვევით ამ ღილაკს და უცებ ცოტა ხნით აიყვანს 2 ამპერამდე განუხდის რეიტს და დაგიწერთ თავის შიდა წინაღობებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის 100% ზუსტი, ცოტა მცირე ცდომილება არის, მაგრამ ეს მაძლევს ახლა მე უკვე მოცემულობას, რომელშიც ეს ბატარეა, რომელიც 2 წლის არის, ძალიან კარგ მდგომარეობაშია. და ეხლა გაჩვენებთ ბატარეას, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. ეს არის ახალი ბატარეა, რომელიც ბრაკი გამოვიდა. ამიტომ აღარ აქვს მნიშვნელობა სიახლეს. სრულად ახალი ბატარეა, რომელსაც არაფერი არ უფრენია საერთოდ თითქმის ერთი ფრენა განახორციელა თუ არ ვცდები. და უკვე როგორც ხედავთ, განმუხტული არის საკმაოდ და მე დავიწყებ ახლა მის დამუხტვას. გამოიცა. აქეთ შევაერთებ. აი ამაში უკვე მომკვდარა საბოლოოდ. ერთ-ერთი სელი ამის შემთხვევაში საერთოდ მკვდარი არის, ვეღარ შევამოწმეთ, მაგრამ დააკვირდით, აქ რადგანაც ეს მკვდარი არის, მოკლედ მიხვდით ალბათ, ხო, რომ რაშიც არის პრობლემა, აქ კი არის იდეაში 6S-ი, მაგრამ რეალურად 5S-ი ბატარეა არის, უკვე რაც დასაშლელი არის, გადაცაწყობი არის, ამასაც აუცილებლად განახებთ, როგორ გამოიყურება ბატარეა შიგნიდან ეხლა ცოტაღანში. მანამდე კი დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მილიონებზე ყურადღების მიდევნება. აი შეგეთ მეოთხე სელი 37 მილიონს აჩვენებს. არავითარ შემთხვევაში ასეთი მაღალი მაჩვენებლით არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფრინოთ FPV დრონზე, რადგან იქ მიღებული ძალიან მაღალი ამპერაჟის დაძაბულობა გამოიწვევს დრონის საკმაოდ დაზიანებას, ბატარეის აფეთქებას და ასე შემდეგ. ამიტომ იყავით ყურადღებით დამუხტვების დროს. ხშირად ყოველთვის შეგიძლიათ დააკვირდეთ, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ყოველთვის დააკვირდეთ. მე გირჩევთ, რომ მე მაგათაც რამდენი ხანით არ უნდა იყოს გასული, მაინც ჩემს ბატარეებს ყოველთვის ვაკვირდები, როგორი მოხდება და ასე შემდეგ. მოკლედ ეს მინდოდა აუცილებლად რომ ვცოდნოდათ, იმიტომ რომ მილიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არის მაღალი მილიონი, 12-ზე მაღალი უკვე თუ არის უკვე სახიფათო თუ არის, 10-ზე მაღალი თუ არის უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ნელ-ნელა ბატარეა გადავიყვანოთ თავის უტილიზაციის ასე ვთქვათ ნაბიჯზე. და დავიწყოთ ახალი ბატარეით ჩანაცვლება მისი. რაც შეეხება პარალელურ დამუხტვას. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ასევე გავითვალისწინოთ ნიუანსები. თუ არ შეიძლება რომ მაგალითად 4S-ი და 6S-ი შევაერთოთ ერთდროულად ამ ჩვენს პარალელური დამუხტვის პლატაზე. ასევე არ შეიძლება რომ მაგალითად სხვადასხვა შიგთავსის, ესენი ორივე არიან 6S-ები. მას მოწოდილი აქვს, მაგრამ მაინც ორივე არიან 6S-ები. მაგრამ ეს უფრო ახალია და უფრო სხვანაირი რეიტი აქვს, ვიდრე ამას. ამას თუ 170-ი აქვს, ამას 100-ი აქვს. ეს გასაგებია, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის და პლუს ამას. მნიშვნელოვანი არის რომ ერთნაირად დაბერებულები უნდა იყვნენ დაახლოებით. ანუ თუ თქვენ იყიდეთ 6 ბატარეა 1 წლის წინ და 1 წლის განმავლობაში ამუშავეთ და დღეს იყიდეთ ახალი ბატარეა, არ ვიცი, სათვალში ახლად, მაგრამ მოკლედ დღეს იყიდეთ ახალი ბატარეა ისევე 6 ან 2, არავითარ შემთხვევაში ამ ბატარეებთან ერთად, რომლებიც უკვე ძველები არის და უკვე დამუშავებულები არიან და შემდეგ ერთდროულად არ შეერთოთ პარალელური დამუხტვის პლატაზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება პლატის, უფრო მეტად ბატარეის და შეიძლება ხანძარიც კი გამოიწვიოს, ამიტომ ამას ვარიდებთ თავს. ასევე როგორც გითხარით, არავითარ შემთხვევაში 6S-ი და 4S-ი ერთდროულად არ შეერთოთ, იმიტომ რომ ეს რადიკალური ცვლილება იქნება, მოკლედ ძალიან ცუდი რაღაცა მოხდება. არ გააკეთოთ. არავითარ შემთხვევაში. არა, კი არა, არა. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ კი არის ერთნაირად დაძველებული ბატარეები, კი არის ერთნაირად გაზრდილი ბატარეები და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ თვითონ ვაერთებ ორივეს, ასე ცალ-ცალკე და არა მაგალითად ბალანსზე. ყოველთვის შეამოწმეთ რომ მათში ვოლტაჟი იყოს თანაბარი. აქ არის ძალიან მცირე სხვაობა, ეს უკვე მეტნაკლებად დასაშვებია, მაგრამ ჯობია რომ აბსოლუტურად თანაბრები იყვნენ. ეს მოგცემს იმის უფლებას, რომ უსაფრთხოდ და უკმაყოფილებლად გავაკეთოთ პროცედურა. მარტივად რო აგიხსნათ, რა ხდება აქ, როცა ვაკეთებთ პარალელურ დამუხტვას, გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ გვაქვს აწყობილი პარალელური 6S-ი 2P ან მსგავსი ბატარეები. აი როგორც ეს არის მაგალითად, ეს არის 6S-ი 2P, ხო? აი აქ არის 6 ბატარეა, 2 პარალელური. ანუ 6-6 ან საერთოდ 12 ბატარეა. ზუსტად იგივე ხდება აქაც. ხდება ამათი პარალელიზება. 6-მდე შეგვიძლია ამ შემთხვევაში ჩააყენო შიგნით, მაგრამ უნდა იყვნენ ერთი და იგივე ვოლტაჟზე. ერთი და იგივე გამოხარჯვაზე, ანუ თავისი სიზღუსუნარიანობა უნდა გქონდეთ ფაქტობრივად ერთნაირად დახარჯული. და მერე არის უკვე უსაფრთხო ამის გახორციელება. შესაბამისად, 6 ბატარეა უნდა იყოს თანაბრად ერთი და იგივე ვოლტაჟზე და ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, დაზიანებით არა. ერთი და იგივე, ანუ ასე ვთქვათ, სიზღუსუნარიანობით. ანუ ეს ძალიან ახალი იყოს და ეს ძალიან ძველი,
პრობლემა იქნება, არავითარ შემთხვევაში ეგ არ გააკეთოთ. ახლა როგორ უნდა გავაკეთოთ? უკვე უშუალოდ დამუხტვა. ასე მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ. გავიგეთ რომ ესენი ყველანი თანაბრები არიან, ყოველთვის შეამოწმეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიკიდოთ ეს მნიშვნელოვანი არის თქვენი უსაფრთხოებისთვის. ეს გამოვაერთოთ. ვიღებთ ჩვენი პარალელური დამუხტვის პლატას, ვაერთებთ ჩვეულებრივად სატენზე და როგორც გითხარით, ეს ორი არის ერთდროულად ნაკიდი, აი ოქრო 1 და ოქრო 2. და ვაერთებთ უკვე ჩვეულებრივად პარალელური დამუხტვის პლატაზე. როგორ ვაკეთებთ ახლა ამას? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ასე შემდეგ. თუმცა პარალელური დაერთების პრინციპი აქ ცოტა განსხვავებული არის და არ წარმოქმნის რაღაც კატასტროფულ პრობლემას. მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობია რომ თანმიმდევრულად მიყვეთ. ესე იგი, ვირჩევთ ერთ ბატარეას. ვაერთებ. შემდეგ ვეძებ აი ამ ბრწყინავ ზედა ნაწილს და ამასაც ზემოთა ნაწილ. ეს არის ზედა ნაწილი, დაიმახსოვრეთ, ანუ შესაერთებაშიც ასე ვაერთებთ. აი მოიცადე, ვაზრობ. აქაც როცა ვაერთებ დასამუხტად, ვაერთებ ამ ჩვენი ბრწყინავი თავაკებით ზემოთ. ანუ ეს ქვემოთ არის შავი და ჩვეულებრივად ბრწყინავი. ეს გამოვერთოთ. შევაერთებ პირველზე და როგორც გითხარით, ეს უნდა იყოს აი ასე. თავით აი აქეთ. გადავთ? როგორც ასეთი ბოლომდე, რა თქმა უნდა, ასე არ შეერთდება. არასწორად. თუმცა გამოიწვევს მოკლე ჩართვას, რაც დაწვავს მცირედით, მუცებში ამშვენებთ ამას იმედია და შესაბამისად მალევე გამოვაერთებთ, მაგრამ გამიჯერეთ, ჯობია რომ არ გამოსცადოთ ეგ მომენტი, თუმცა სავარაუდოდ გამოსცით მაინც. შემდეგ ვაერთებთ ჩვეულებრივად. აქ უკვე ხედავთ, რომ გამოჩენილი არის ვოლტაჟ საჩვენებს, რომ 23.15 არის საერთო ვოლტაჟი, ცალ-ცალკეც ასევე ხედავთ. ვიღებთ ისე მეორე ბატარეას, ვაერთებთ უკვე მეორეში და ასევე უკვე ეს უკვე ჩაბრუნებულად არის, აქეთ ამ მხარეს არის და ასევე ვაერთებთ ჩვენს ბატარეას. და ნუ აქ უკვე აჩვენებს 23.15 არის, იყო რაღაც მცირე განსხვავება 0.5 თუ 4 მეასედი ვოლტის იყო განსხვავება მათ შორის, ნუ ესეც დიდად არ არის კარგი არის, მაგრამ უკვე დაიწყება ერთმანეთში ნელა გათანაბრებას. რატომ არ შეიძლება რომ სხვადასხვა ვოლტაჟზე იყვნენ, როდესაც მათი პარალელიზება ხდება, ისინი ერთმანეთის გათანაბრებას ცდილობენ. დაიწყებენ ერთმანეთის გათანაბრების მცდელობებს. ეს რას მოიტანს? აქ თუ იქნება 25 ვოლტი, ანუ აი ამ ბატარეაზე იქნება 25 ვოლტი და აქ იქნება უფრო ნაკლები, ძალიან დიდი სიმძლავრით გადმოგადავა ენერგია აქეთ. და ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც პლატის დაწვა, ასევე ბატარეების რაღაც მოკლე ჩართვები და საბოლოო, მოკლე ჩართვა ნაკლებად უფრო გადახურება და ეს კარგ შედეგამდე საბოლოოდ რო არ მიგიყვანს, ალბათ ხვდებით. და ცუდი შედეგი ის არის, რომ ან ბატარეა აფეთქდება, ან უბრალოდ გაფუშდება. ყველაზე კარგ შემთხვევაში უბრალოდ გაფუშდება. ცუდ შემთხვევაში აფეთქდება და გამოიწვევს, ხანძარით შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება თქვენი დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. ეს არავის არ დაგავიწყეთ, ჯობია მეტი ხანი იწვალო რაღაცეებზე, დამუხტვაზე ამაზე და შემდეგ უსაფრთხოდ გახვიდე და იფრინე. უსაფრთხოება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით FPV ჰობიში. და ეხლა რა ხდება? რა შემიძლია? რა პლუსი აქვს ეხლა ამ პარალელურ დამუხტვას, რომ ამის სირეითი როგორც ვიცით არის 1.3 ამპერი, მაგრამ უკვე ორი ბატარეა მაქვს პარალელურად, შესაბამისად შემიძლია დავმუხტო 2C. მაგრამ 2C არის 1C, 1C პლუს არის 2C. 2C ეს არის 2.6 ამპერი, შემიძლია ჩვეულებრივად შევიდე. ლიპოს ჩვეულებრივად ვიჩევ, გააჩენ ყველაფერი, charge regimes ვართავ და 1.3 მაგივად ავდივარ 2.6-ზე. რა თქმა უნდა შემიძლია 4C დავმუხტო. ნუ ამ შემთხვევაში ამის 1C, ამ კონცეფტის, ანუ ამ ორი ბატარეის 1C არის ზუსტად 2.6 ამპერი. თუმცა თუ შევაერთებ 3-ს, იქ უკვე 3.9 ამპერი არის 1C და ასე შემდეგ. ლოგიკას მიხვდით ალბათ, რაც არის მათემატიკურად, კალკულატორის გარეშეც კი შეძლებთ ამის დათვლას, ჩემმა განსხვავებით მიყვარს კალკულატორის გამოყენება. საბოლოო ჯამში 6-მდე შეგვიძლია ავიყვანოთ და რამდენია 6, 9 ამპერი არის ამ შემთხვევაში 1.3 ამპერიან ბატარეებზე. გასაგებია რომ სხვა ბატარეებზე სხვა მოცემულობა არის და შესაბამისად დაითვლით ამ ყველაფერს. როგორც ხვდებით, storage რეჟიმში გადაყვანა ბატარეების ამით არა, იმიტომ რომ ბატარეები სხვადასხვანაირად განგვემო ხდება. ეგ არ გქონდეთ ეგ ილუზია რომ ყველა ბატარეას ერთნაირად დაიყვანთ 3.4-ზე ან 3.6-ზე და ასე შემდეგ. არა, storage რეჟიმში გადაყავს ინდივიდუალურად ყველა ცალ-ცალკე, ამიტომ არის კარგი ეს უკვე ორშესაერთებლიანი სატენი. ხო, აქვე გეტყვით რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი პარალელური დამუხტვის დაფა, ამიტომ შეგიძლიათ უფრო მეტიც
მოითხოვოთ თქვენ თავისგან თუ სურთ შეძენა, შეგიძლიათ გავიკავშირდეთ, გვაქვს ამ ეტაპზეც მარაგში და შეგიძლიათ შეიძინოთ. თითატენებზე უკვე გაჩვენეთ, გისაუბრეთ მეტნაკლებად, თუმცა ეხლა გვინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ აი ამ პატარა მოჩვენებაზე, მოჩვენება რატო არ არის, მაგრამ 6 არხიან სამუხ საშუალებაზე, ეს არის Hexa Charger Pro, ესეც ძალიან მარტივად ისრობა ჩემი თითებით. რა შეგვიძლია ბაზრობ თქვა? ძალიან კარგი სატენი არის, აქვს თავისი მინუსები, რა თქმა უნდა, მინუსები ცოტა, მაგრამ მაინც აქვს, ამაზე აუცილებლად რომ ვისაუბროთ. და მინუსებზე გადავალთ, აგიხსნით, რა განსხვავება არის წინა სამუხ საშუალებებთან შედარებით, ეს არის Beta FPV-ის გამოშვება, Hexa Charger Pro, როგორც გითხარით უკვე. აქვს 6 დამოუკიდებელი არხი, რომლებიც ცალკე მოხდავენ 6 1S ბატარეას. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად დავმუხტოთ 6 ბატარეა. ეს გვაძლევს ძალიან მარტივ რაღაცას, როცა ჩვენ გვაქვს 7 ბატარეა და არა 6, შეგვიძლია აი ასეთი პატარა დრონით, ამ შემთხვევაში Air-65, ან თუ უფრო დიდი გვინდა Air-75, უფრო დიდი ბატარეებით, როგორც ხედავთ 680 მილი-ამპერიანები, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფაქტობრივად უსასრულოდ და უწყვეტად ვიფრინოთ. ამათ კითხვა გაგიჩნდება და როგორ. თუმცა ამაზე სანამ გადავალ, თავიდან მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ ხდება უშუალოდ ოპერირება აი ამ ჩვენ სამუხ საშუალებაზე. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ power banks. ამიტომ ეს უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიდეთ უბრალოდ რაღაც ველზე და ვიფრინოთ რამდენიც გვინდა. თუნდაც სახში შევერთებ power bank-ი, ხედავთ აქ უკვე წარწერები რაღაცები გამოჩნდა და დავიწყოთ შეერთება ჩვენი ბატარეების 2, 3, 4, 5 და ესეც მე-6. როგორც ხედავთ, 6 ბატარეა უკვე თავის ადგილზეა და ჩვენ ეხლა უნდა დავიწყოთ მათი დამო. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად გავაკეთოთ ეს. როგორც სხვა დიდ ბატარეებზე, ამ პატარა ბატარეებსაც აქვს თავისი წესი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს LHV, ანუ მაღალი ვოლტაჟის ბატარეა. ამ შემთხვევაში ამ სატენის პლუსი არის ის, რომ აქ გიწერს პირდაპირ თუ რა მოუდზე მოხტავ, აი გაჩვენებთ ახლა. ეს არის storage-ის, ან storage-ი. LiPo, ხედავთ 4 და 2 ვოლტი. ეს ძალიან მარტივია და მესამე არის LHV, რომელიც 4 და 35 ვოლტი არის. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, თუმცა თუ ამ სატენს შეიძენთ ჩვენთან, მაგ შემთხვევაში არც დამახსოვრება არ მოგიწევთ, იმიტომ რომ თვითონ სატენი გეტყვით რა როგორ უნდა დამოხტოთ. ესე იგი გავიმეორებ, storage-ი, რომელიც არის 3 და 85 ვოლტი, ამათ შემთხვევაში და ზოგადად პატარა შემთხვევაში, LiPo, რომელიც არის 4.2 ვოლტი, თუ LiPo ბატარეა იქნება 1S და LHV, ანუ lithium high voltage, რომელიც 4 და 35 საბოლოო ჯამში ვირჩევთ 4 და 35, საგანად ეს არის high voltage. ვირჩევთ დამუხტვის სიმძლავრეს. და აი ესეც მისი ერთ-ერთი მთავარი მინუსი, რომელიც აქვს ამ სამუხ საშუალებას. აი სხვა სატენისგან განსხვავებით, რომლებსაც ასევე ვყიდით, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს გაყიდვაში, იმიტომ რომ ჩამოტანას ვერ ვასწრებთ ასევე ძალიან სწრაფად იყიდება. თუმცა ფოტოს გამოვაქვეყნებ ახლა, გაჩვენებთ, ეს არის VFly Whoopstor 3, რომელსაც ამისგან განსხვავებით შესაძლებლობების ბევრად მეტი აქვს, რაც არის ერთ-ერთი პლუსი. განსხვავებით ჩვენი VFly-ისგან, Whoopstor-ისგან უბრალოდ, მას აქვს ძალიან უცნაურად, რატომ არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან უცნაურად განსხვავებული ამპერაჟის არჩევა. ანუ ყველაზე მინიმალური ამპერაჟი, რაც მას შეუძლია, ეს არის 0.5 ამპერით დამოხტოთ თითოეული ბატარეის. ზოგადად ეხა მე ვერ ვიტყვი რომ ეს რაღაც ძალიან საშინელი მინუსი არის, თუმცა მაინც აქ საუბარი არის 1S ბატარეებზე, რომლებიც კაპიკები ღირს, შეგვიძლია ვთქვათ. თუმცა მიუხედავად ამისა, არის სასიამოვნო, რომ არ შემიძლია მე უფრო მეტი კონტროლი გავაკეთო და დავაყენო აქ, ვიდრე მაგალითად Whoopstor 3-ზე შემიძლია, რამდენსაც მინდა იმას დავაყენებ, მინდა 0.3-ს გავაკეთებ, მინდა 0.7 და ასე შემდეგ. აქ კი 9 ამპერით ხდება გადაადგილება, ეხლა განახებთ თუ დაიჭერს ფოკუსი, 1 ამპერი ამპერი 2 ამპერი, 2 ამპერი, 3 ამპერი, არ ვიცი ვინ უნდა დავუხტოს 3 ამპერად რა უნდა დავუხტო აქ ასე, მაგრამ 3 ამპერის შემდეგ არის უკვე ისე 0.5 ამპერი. და ჩართვა ასევე, აქ ყველაფერი წარწერებით არის, სიმართლე გითხრათ რა მქონე იმას გაგიჩნდეთ, მაგრამ ჩართვა უკვე როცა გინდათ, როცა აირჩიეთ უკვე რეჟიმი, პირველ რიგში მოდი ავირჩიოთ დამუხტვის რეჟიმი, ჩვენი lithium high voltage და დიდხნიანი დაჭერა იწყებს დამუხტვას. იგივე პროცესი არის ამ შემთხვევაში, თორსა 680 მილი-ამპერიანი არის, ეს არის Air-75-ის, ეს Air-75 არის, ანუ ამისთვის არის ეს ბატარეები, მაგრამ არც სადაც მოზრდილი დრონი, რომელიც უფრო მდგრადი არის ქარში და ასე შემდეგ, აქ უკვე უფრო დიდი არის, თუმცა აქაც იგივე პრობლემას ვაწყდებით, ანუ უნდა დავმუხტოთ 0.5 ამპერით, რაც 1C არ არის, ნახ 0.8
იქნება, ან 900 იქნება და საბოლოო ჯამში, მოგვიწევს 1 ამპერით დამოხტვა, რაც ასევე არ არის 1C. ეს არის სამბაზისო ნაწილი იმის, რაც უნდა იცოდეთ ამ მცირე სამბუხთ საშუალებებზე, რომელიც ასევე თავის საქმეს ძალიან კარგად ასრულებს. ხო, მაინც რო არ დამავიწყდეს და თქვენც რო იცოდეთ, აქაც როგორც დიდ ბატარეებზე, ასევე პატარა ბატარეებზე ვაერთებთ, როდესაც დავასრულებთ ფრენას, არის დამუხტული თუ განმუხტული მნიშვნელობა არ აქვს, შევდივართ ისევ რეჟიმებში და ვირჩევ storage, ანუ შენახვის რეჟიმი, რომელიც ბატარეას იცავს დაზიანებისგან, ჩავთავთ storage რეჟიმს, ჩავთავთ უკვე ჩვეულებრივ დამუხტვას და სატენი თვითონ ავტომატურად გადაწყვეტს. თუ ის აცდენილი არის, უფრო მაღლა არის, ვიდრე მაგალითად 3.85 არის მისი ასე ვთქვათ შენახვის რეჟიმი, მაშინ დაიწყებს განმუხტვას ბატარეის. აი ხედავთ 0.14 ამპერით განმუხტვას ახორციელებს ამ შემთხვევაში. ხოლო თუ ბატარეა არის ნაკლებად დამუხტული, ის დაიწყებს მის დამუხტვას და აიყვანს ზუსტად 3.84-მდე, 85-მდე უბრალოდ, რომელიც არის მისი შენახვის რეჟიმი. და ასევე არის სხვა სატენებზეც, როგორც აქ. ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ ბატარეის შენახვის წესები არის. და აი გავედით თითქმის ფინიშის ხაზზე, მცირე დეტალებს დავამატებთ აუცილებლად. ბევრი რაღაცა გაიგეთ, დარწმუნებული ვარ ამისათვის იმედია გვაფასებთ და უკვე მოიწონეთ ვიდეოც და რავი გამოიწერეთ და რავი მეგობრებსაც აჩვენებთ ვინც დაფრინავს FPV დრონიდან ამპირებს. დარწმუნებული ვარ ბევრს გამოადგება და იმედია ამას დააფიქსირებთ თქვენს კომენტარებში, თუ როგორ გამოიყენეთ ეს ვიდეო, რა ისწავლეთ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის YouTube-ის ალგორითმებისთვის და ეს შრომაც რა თქმა უნდა დამიფასდება ამ მინიმალური კომენტარით და გამოწერით და მოწონებით და საერთოდ რაღაც სკილით ჩემთან. და რა შეიძლება რა თქმა უნდა ბატარეებს, როგორც მივხვდით უკვე ბატარეა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს შერჩეული სწორად, იყოს დამუხტული სწორად, იყოს დაკვირვება მას სწორად, თუ როგორი არის მისი შინაწინაღობა, როგორ დონეზე დაიმუხტა, რამდენია დისბალანსი არის, არ არის, ასევე საჭირო არის შესაბამისი იდეალური მორგებული სამუხტის საშუალებები, რომლებსაც ასევე აქვს თავისი რეჟიმები და ეს ყველაფერი აუცილებლად კარგად უნდა ვიცოდეთ. ანუ არ გამოვა როგორც ტელეფონის დამუხტვა, ეს უკვე დარწმუნებული ვარ ყველამ გაიგო, მეჭირება რომ ეგ თუ ვერ გაიგო, ანუ ეგ თუ ვერ გაიგეთ ზოგადად არის ფრინოთ. და შესაბამისად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირველ რიგში და შემდეგ ჩვენ ირგვლივ მყოფების უსაფრთხოებისთვის. აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ FPV დრონის ბატარეა და ზოგადად ბატარეა, რომელსაც არ იყენებთ, უნდა იყოს შენახული სპეციალურ LipoSafe bag-ში, ანუ უსაფრთხოების ჩანთაში, რომელიც რამოდენიმე წამს მაინც მოგცემს რეაგირებისთვის. ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ უკეთესი იქნება თუ რაიმე მეტალის ყუთს მოიფიქრებთ, ან შეკერავთ, ან იყიდით, ან ასე შემდეგ, ჯერ არ შემოგაქვს სამწუხაროდ, თუმცა თუ შემოვიდეთ, აუცილებლად ნახავთ ჩვენ საიტზე, გვერდზე და იმას შენახვა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უსაფრთხო არის, რადგან ახლა LipoSafe bag-ი, რომელიც არის ელემენტარული ნაჭერი, მაინც შესაძლოა რომ გაიხეს რა, გაერღვეს მაღალი სიმხურვალისგან. დამუხტული არ დავტოვოთ არაზოს ჩვენი ელემენტი, რადგან ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება იყოს. დაზიანების მხრივ უშუალოდ ელემენტის ნაკლებად, იმიტომ რომ ჯოშუა ბარდოლმა უკვე დაადასტურა, რომ დიდი რაღაც სასწაული ზიანები არ მოდის მაქედან, თუმცა მცირე დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ბუმ, ამიტომ ეგ გაგვაწყობს, არ კიდევ არავითარ შემთხვევაში. ამასთან იყავით ყოველთვის ყურადღებით. განმუხტულ ელემენტს რაც შეეხება, ვიცით უკვე რომ განმუხტული ელემენტის შემთხვევაში ის ძალიან მარტივად ფუშტება, შეიძლება მოკვდეს კიდევაც, გაცოცხლებული ელემენტი უკვე აღარ არის იგივე სიმძლავრის და შეიძლება უფრო სახიფათოც კი გახდეს, იმიტომ რომ შიდა წინაღობა ძალიან იყოს გაზრდილი. შესაბამისად, თუ ჩვენ სწორად მოვურვით ჩვენს ელემენტს, თუ მას არ მოვეპყრობით როგორც, რა ვიცი, ნაჩუქარს, შეგვეძლება რომ დიდი ხნის განმავლობაში ვისარგებლოთ მისით. მე 3 წლის განმავლობაში მაქვს ელემენტები, რომლებსაც დაახლოებით 20% აქვს დაკარგული თავისი შიგთავსის, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჩემი აზრით იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაფრინავს ჩემი დრონებით, ბევრს ვასწავლი, ბევრი მეგობარი ისა ესა, მოკლედ საბოლოო ჯამში ყველანაირი რაღაცები აქვს გამოვლილი, ათასჯერ დანაშლელები, ანაწყობები, გადაწყობილები და ასე შემდეგ არიან, მიუხედავად ამისა, თავისი დაბალი წინაღობით, თავისი ძალიან კარგი ბალანსით, რაღაც დარღვევების გარეშე, შესაბამისად, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შემთხვევაში. თუმცა თქვენც იგივეს გისურვებთ, რომ არ მოგიწიოთ რაიმე სახით ექსესებთან შეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ ექსპერიენსისთვის, იმ განცდებისთვის, რაც უნდა მიიღოთ FPV დრონისგან. ამიტომ სიამოვნება უნდა მიიღოთ, ეს უნდა იყოს თქვენი ჰობი, ვიღაცისთვის შეიძლება უფრო მეტიც კი იყოს, ფულის შოუნის საშუალებაც იყოს, ამიტომ იყავით ყურადღებით, იყავით ფრთხილად. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა, არც ვიდეოს მოწონება, რა ვიცი, თუ კიდე მომწერეთ უბრალოდ რომ კაი ბიჭი ვარ და დანარჩენი უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. და ხო, კიდევ დავავიწყდა, სანამ
იფიქრებთ რომ რატო უნდა გავავიწერო მისი არქივი, გეტყვით რომ ძალიან მალე რა შემდეგ ვიდეოში სავარაუდოდ აი ამ ლამაზმას გავათამაშებთ მათთვის ვისაც არ აქვს. არ ვიცი როგორ შევამოწმებ, მაგრამ მოკლედ გავიწერეთ ზარი რო არის იცის ჩართეთ, იმიტომ რომ შემდეგ ვიდეოში უკვე გავათამაშებთ ჩვენს Radio Master T8L-ს. და ნახოთ, ვიღაცა ახალი FPV პილოტი შეიძლება გავაჩინოთ ძალიან მალე. შეიძლება რა გავაჩინოთ უჭველი. პირობები ისაა როგორ უნდა ასე შემდეგ ვიდეოში რა თქმა უნდა შევხვდებით. რავი, ეს არის სულ დღესაც მინდოდა მომეყოლა თქვენთვის, რაც მინდოდა ამეხსნა და იმედია გამოგადგებათ მომავალში ფრენებში, აგაცილებთ თავიდან იმ შეცდომებს, რომლებიც მე დავუშვი შეიძლება, ან სხვამ დაუშვა. ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ის ზარიც კი ჩართეთ, რომ პირველებმა მოასწროთ, იქნებ ვინ დაგასწროთ და იმან მოიგოს, ამიტომ ჯობია თქვენ მოიგოთ. ყველას მინდა მოგცეთ, მაგრამ ეგრე არ გამოდის სამწუხაროდ. მინდოდა, მაგრამ არაო შეიძლება. არ არის სამყარო ეგრე მოწყობილი, რომ ყველას რა უნდაო ისე აკეთოს. და მეც გადავწყვიტე, რომ გავათამაშო ჯერჯერობით ერთი. სამოთ იმედია უფრო მეტი გათამაშები, იმედია რა უჭველი უფრო მეტი გათამაშები გვექნება და წინ ძალიან ბევრი რაღაც გველის, მათ შორის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დავამყაროთ მსოფლიო რეკორდი FPV დრონის სისწრაფეში. მინიმუმ საქართველოს რეკორდი მაინც დავამყაროთ. ეხლა ამ ეტაპზე მსოფლიო რეკორდი 650 კილომეტრამდეა, თუ არ ვცდები, მოკლედ ძალიან ბევრი. აბა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ეხლა კი მინდა გაჩვენოთ ჩემს უკვე დაბრაკულ, დაზიანებულ და მომსვარ ბატარეის მაგალითზე თუ როგორ გამოიყურება ეს შიგნით, ასე ვთქვათ, ბატარეა. რა არის ეს 6S-ი, რას ნიშნავს და ასე შემდეგ. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში მოუძებნოთ სტიჩი. აი სტიჩი. ეს ბატარეა არის, ძალიან კარგი ბატარეა არის იდეაში, მაგრამ ნუ ეს ბრაკი გამოდგა ზოგადად მზად უნდა იყოთ მსავსი რაღაცისთვის, მით უმეტეს თუ გამოწერას აპირებთ. და ეხლა ამაზე ხედავთ როგორ წვალება მომიწია, რომ გამეხსნა ძალიან კარგი გამძლე მატერიისგან გააკეთეს. სერიოზული პლუსი არის, ვაღიარებ. ბატარეას ხედავთ, რომ ახალივით არის და რეალურად ახალივით არის, იმიტომ გამოუყენებელი არის. თუმცა რაღაც დაზიანება აქვს, აი აქ უკვე ეტყობა, რომ გაბერილი არის ბატარეა. აი ხედავთ, აქ სხვა ზომა არის და ეს უკვე ძალიან გაბერილი არის. ეს უკვე დაზიანება არის. სამწუხაროდ, როგორც გითხარით, ბრაკი ხდება. კი ბატონო, ხედავთ. ზოგადად გახსნა ასეთ ბატარეებთან დიდად ურთიერთობას უნდა იჭერს საერთოდ, თუმცა ეს ახლა განმოხტული არის მაქსიმალურად რაც შეიძლება და მეც უსაფრთხოება დაცული მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ახლოს მაქვს ადგილი, სადაც შემიძლია შევაგდო ცეცხლის და ხანძრის თავის ასარიდებლად. ეს არ მქონდა აქამდე გახსნილი, როგორც ხედავდით. აი, დაზიანების ადგილი. აქეთ არ არის ეს პრობლემა, აქეთ ხედავთ, რომ 1 2 3 4 5 6-ვე ძალიან კარგად არის. აქ კი უკვე ეს შესივებული არის. ას მიუთითებს მის დაზიანებაზე. ესეთ რაღაცებს მე თქვენ არ გირჩევთ, ზოგადად რომ გააკეთოთ, თავი არიდეთ, ჯობია მოიშოროთ დაზიანებული ბატარეები. სავარაუდოდ გაიბერა და გასკდა, გაიბერა და გასკდა და შედეგად მივიღეთ ასეთი მოცემულობა, რომ ბატარეა აღარ ვარგა. 6S ბატარეა აღარ ვარგა, ამას მხოლოდ თუ გადააკეთებ 4S ან სხვა უფრო მცირე ბატარეად.